Ახლობით 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა სასამართლოს ხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში და ოჯახის წევრები, ასევე მეგობრები და კოლეგები მოუთმენლად ელოდებოდნენ თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე, რომელმაც საბოლოოდ 1 საათის წინ დაახლოებით გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ დატოვა 11-ვე ბრალდებული პირი, მათ შორის ონისე ცხადაძე, იუმორისტი, ასევე მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და 9 პირი წინასწარ პატიმრობაში და სწორედ აი ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ძალიან დიდი დაძაბულობა, მაშინ როდესაც გაიღო სხდომათა დარბაზი, გამოვიდნენ იქიდან ის პირები, რომლებიც იქ ისხდნენ და რომლებიც ელოდებოდნენ აი ამ გადაწყვეტილებას და ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა სასტვანებით, შეძახილებით, ისინი სამართალდამცავებსა და ხალხს შორის დაპირისპირებაც მოხდა და საბოლოოდ ჩვენ გავედით ეზოში და სასამართლოს ეზოშიც გაგრძელდა ეს პროტესტი. იყო სიტყვით მიმართვებით პოლიციელების მიმართ და შემდგომ ჩვენ ხედავდით აქ მოქალაქეებს, ბრალდებული პირების მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც თვალსრემლიანები, ზოგი თვალსრემლიანი იყო და ზოგი უბრალოდ იდგა და ვერაფერს საუბრობდა იმის შესახებ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მათ ძალიან დიდი სტრესი განიცადეს, მათ თქვეს, რომ ელოდებოდნენ ამ გადაწყვეტილებას, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თვლიან, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და სწორედ ამიტომ ისინი მათ თქვეს, რომ ისინი გააგრძელებენ პროტესტს და ისინი ელოდებიან თუ როდის იქნება შემდგომი სასამართლო პროცესი და მათ თქვეს, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას და თვლიან, რომ ეს პირები, რომლებიც არიან ბრალდებულები, რომლებიც არიან წინასწარ პატიმრობაში, მათი პატიმრობა ძალიან მალე უკვე საბოლოოდ ისინი ამ პატიმრობიდან გათავისუფლდებიან და ჩვენ მოვისმინეთ ასევე ადვოკატების განცხადებაც. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ ჰქონდა ბრალმდებლებს, არ ჰქონდათ სწორედ ეს მტკიცებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა, მოსამართლემ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პირები დაეტოვებინა სწორედ პატიმრობის ქვეშ და თქვეს, რომ მათ იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ სანამ შემოვიდოდა მოსამართლე სხდომათა დარბაზში, მას უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რადგან ეს გადაწყვეტილებები მათი თქმით არ ემყარება არც ერთ ფაქტობრივ მოცემულობას და სამართლებრივ ნორმას. გამოგიცხადეთ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2024 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ჯანო არჩალიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის, გურამ მირცხულავასა და ონისე ცხადაძის მიმართ და 2024 წლის 8 დეკემბრის განჩინებით რევაზ კიკნაძეს, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის და სერგეი კუხაშუკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დარჩეს უცვლელი. განჩინება გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 48 საათის განმავლობაში თბილისის საოპერაციო საგამოძიებო სასამართლოს მეშვეობით. ვინაიდან მოისმინეთ განმარტება. სხდომა დასრულებულია, კარგად ჩარდებოდეთ. დღევანდელი პროცესი გაცდენილი არის ყველა სახის სამართლებრივ ჩარჩოს და ეს ისედაც ვიცოდით ჩვენ, რომ ვიდრე მოსამართლე შემოვიდოდა, მას უკვე ქონდა მიღებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ რეალურად ეს გადაწყვეტილებები არ ემყარება არც ერთ ფაქტობრივ მოცემულობას და არც ერთ სამართლებრივ ნორმას. თუ რამე ემყარებოდა სამართლებრივ ნაწილს, ეს იყო ჩვენი აცილების შუამდგომლობა, რომელიც დავაყენეთ სასამართლოს წინაშე, იმ მოსამართლეს წინაშე, რომელმაც ისე მიიღო გადაწყვეტილება დღეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გაიაზრა და ისევე შეეცდება ხვალ ამის
ახსნას, როგორც დღეს ხსნიდა გუშინდელ გადაწყვეტილებას. ის თავისი არსით ამბობდა, რომ მე ამით ხსნიო ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ რეალურად საუბრობდა ბრალდების სახელით. სევდიანი ალბათ ის ფაქტი, რომ ესე მარტივია გადაწყვეტილებების პროგნოზირება, იმდენად რამდენადაც ყველანი ხვდებით, რომ ეს არ არის მხარეთა პაიქრობაზე დაფუძნებული მსჯელობა, გადაწყვეტილებები არ მიიღება მტკიცებულებათა არსებითი და შინაარსობრივი გამოკლებით და უფრო დიდი რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, ალბათ აქვს მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებები არ მიიღება ამ კონკრეტულ შენობაში. ზუსტად ამიტომ ჩვენ მქონდა ნეგატიური მოლოდინი, რომ პატიმრობის ვადა გაგრძელდებოდა, უბრალოდ მეორე მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საზოგადოებამ ნახა საით დგას სიბართლე. რამდენად მარცომიერია ეს გადაწყვეტილება, რამდენად დასაბუთებულია და რამდენად მოტივირებულია, ეს უკვე ცხადი გახდა ყოველთვის. დღეს პროკურატურა ითხოვდა, რომ 11-ვე ბრალდებულისთვის კვლავ ყოფილიყო წინასწარი პატიმრობა და სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ დღეს, თუმცა დანარჩენ ბრალდებულების ადვოკატები ითხოვდნენ გირაოთი მათ გათავისუფლებას და ეს არ დაკმაყოფილდა და გეტყვით იმას, რომ პროკურატურა ედავება 11-ვე ბრალდებულს ძალადობაში მონაწილეობას, ეს არის 225 მუხლი და ეს ნიშნავს იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულებს ეს ბრალი უკვე დაუმტკიცდებათ და განაჩენი გამოვა, მათ ემუქრებათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა. გეტყვით იმასაც, რომ შემდეგი სასამართლოს სხდომა 5 მარტსაა ჩანიშნული. ძალიან კარგად გავიცანით ჩვენი დღევანდელი სასამართლო და რეალურად არანაირად არ იყო მოულოდნელი ეს გადაწყვეტილება. არ ვიცი, მე პირადად აღარავის იმედი აღარ მაქვს, ან მოქალაქეს არ მაქვს პოლიციის იმედი. მოქალაქეს არ მაქვს სასამართლოს იმედი. ყველა ინსტიტუტი გაანადგურა ქართულმა ოცნებამ. ადამიანური რეფლექსი იმედის რა თქმა უნდა ყველას გვაქვს, მაგრამ რაციონალური ჩემი თავი ამბობდა, რომ ახლაც იქნება ისეთი შედეგი, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვაბრაზებს, გვატყენს, სულიერად გვატყენს და დღეს აი ეს პრეცედენტი კიდევ ერთხელ მოხდა და საერთოდ რაც ამ ბოლო პერიოდში ხდება, არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. პროტესტი გაგრძელდება, ეს ერთმნიშვნელოვანია. არ ვიცი რა ფორმებში გადაიზრდება, რა ფორმით გამოიხატება, მაგრამ პროტესტი მატულობს და არაფრით არ კლებულობს. ეგეთ სურათია დღეს. უსამართლობა ზეიმობს. სხდომა მიმდინარეობდა სხდომათა დარბაზში და გარეთ იყო საპროტესტო აქცია. იქ იყვნენ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და სხვა 9 ბრალდებულის ოჯახის წევრები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას იმისათვის, რომ მათი მეგობრები, მათი ახლობლები იყვნენ გათავისუფლებულები. ისინი ამბობენ, რომ სასამართლოს არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამ პირებმა რაიმე ჩაიდინეს და ეს არის ყველაფერი პოლიტიკური და სწორედ ამიტომ ისინი თვლიან, რომ მათი მეგობრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები. სწორედ ასეთი არის დღეს 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს სასამართლოს სხდომა და საბოლოოდ ვიხილეთ თუ როგორ გამოვიდნენ შეძახილებით პირები, რომლებიც გულშემატკივრობდნენ თავის მეგობრებს სხდომათა დარბაზში და ჩვენ ვიხილეთ მათი ემოციები. დღევანდელი დღისთვის ისინი იყვნენ ეზოში, თუმცა შემდგომ უკვე დაახლოებით 9 საათის წინ წავიდნენ, თუმცა მათ თქვეს, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას იმისათვის, რომ მათი მეგობრები გამოვიდნენ საბოლოოდ და დატოვონ წინასწარი პატიმრობის იზოლატორები და მათ განაცხადეს ასევე ისიც, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და მათ ჰქონდათ ის მოლოდინი, რომ დღეს ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.